დილამშვიდობის ახალ ამბებს 10 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. ბიძინა კუჭავას ოჯახის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავს. ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ცხედარს ზედაპირული დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი საქმის შესწავლას დღეიდან დაიწყებს. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მოკლული პროკურორის ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და კუჭავას მიერ ქირიას მკვლელობას შემდეგ კი თვითმკვლელობას გამორიცხავს. ბიძინა კუჭავა, რომელმაც ოფიციალური ვერსიით სამეგრელოზე მოსვანეთი საოლქო სამხარეო პროკურორი მოკლა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპოლიციო დევნისას თავი მოიკლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უშინ გვიან ღამით გადაასვენეს. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ჯერჯერობით უცნობია. ძალიან დიდი კითხვები იბადება ნამდვილად. კითხვები გამაჩნია მეც და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ მე ბიძინას თვითმკვლელობას და გამოვრიცხავ მის ქმედებას ქირიას მიმართებაში. ანუ პაატას ეს ვერ მოკლავ და ვერანაირად. ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ. რომ მოიყვანიშვილო, რომ შეხედეს თითი არა აქვს ფეხზე, მიკერებულია მე. ეს შეუარაღებელი თვალი ჩანს, რაღაცები არის დამუშავებული და ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არის საფუძვლიანი სანახავი. სიტუაცია უკვე იძლევა იმის ეჭვს, რომ ეს გამოირიცხება თვითმკვლელობა, იმიტომ რომ ადამიანი ამ დაზიანებით ვერ გაივლიდა ელემენტალურად. შეულდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესად გამოიკლავს, იმიტომ რომ გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, რომელიც კითხვებს პატებს. დაზიანებები აღენიშნება ზუსტად მაგიტომაც გვინდა კერძო ექსპერტის ჩარევა. და თვითმკვლელობას გამორიცხავთ, ხო? გამორიცხავთ. დაახლოებით 18 საათის განმავლობაში კითხავდნენ ბიძინა კუჭავას მეუღლეს თბილისის პროკურატურაში. მარინა ნიკოლაზაშვილი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს. ქალაქის მთავარ სამმართველოში დაკითხეს ბრალდებულის მეგობარიც მამუკა კუჭავაც. მისი განმარტებით გამოძიება დაღუპულთან მისი პირადი და საქმიანი ურთიერთობით დაინტერესდა. როგორ საქმიანობდით, რას ვაკეთებდით, როგორი პიროვნება იყო, როგორი ინტენსივობით ხდებოდით ერთმანეთს, როგორ ვიხილავდით საკითხებს. ეს აინტერესებდა. სრულად მესმის ეს, რომ რამე გაუგებრობა თუ იყო საერთოდ. ანუ ნათესავები იყო რა გადაგა. კი, რაღაც შორებელი ნათესავები იყო. მოკლული ვახტანგ ქირიას ახლობლები მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ. ქირიების ოჯახის წევრები მკვლელობას მის საპროკურორო საქმიანობას არ უკავშირებენ, თუმცა ახლობლებისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. გაგიშებული ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ პატა იყო ისეთი, რომ ეს წარმოუდგენელია. გამოძიებას ვითხოვ და დაისაჯოს უნდა ის ვინც იყო და როგორ იყო და რა იყო. ყველა ვითხოვთ ამა მთელი ოჯახი. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბიძინა კუჭავა ბრალდებული. სამინისტროს ცნობით კუჭავამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. სამართალდამცველების განცხადებით ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დაედევნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ერთი გასროლა განახორციელა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ვახტანგ ქირიას განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდის ქვეშ ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით 14 წლის გოგონა სავარაუდოდ ხიდიდან გადახტა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. გარდაცვლილის ცხედარი ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები დღევანდელ პროცესზე იმ დოკუმენტის მტკიცებულების დაშვებას მოითხოვენ, რომელიც წინა სასამართლოს ხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარადგინა. უფლებადამცველ ლევან სამუშიას განცხადებით ამ დოკუმენტით მტკიცდება, რომ სილხნეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს. ადვოკატის განმარტებით ამ დოკუმენტით ასევე დადასტურდება, რომ კომპანია დელტაკომი, რომელიც საქმის მიმდინარეობის პროცესში აცხადებდა, რომ მზად
იყო იგივე მომსახურება, რასაც სილქნეტი უწევდა თავდაცვის სამინისტროს უფასოდ გაეწია, სიმართლეს არ შეესაბამება. დაცვის ხარი აპირებს, რომ წარადგინოს ახალი მტკიცებულება, რომელიც დაცვის ხარისთვის წინა სასამართლოს ხომაზე გახდა ცნობილი. ეს არის მტკიცებულება, რომელიც დელტაკომის მიერ არის გადაგზავნილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან. დასურდება, რომ 80,000 ლარს ითხოვდა დელტაკომი აღნიშნულ მომსახურებაში, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 1000 ლარათაა აღნიშნული ხელშეკრულება გააფორმებული. დღესვე აიუბ ბორჩაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე პროკურატურა ბორჩაშვილის პირად კომპიუტერში არსებულ მონაცემებს წარადგენს. პროცესზე დაახლოებით 50-მდე ფაილის განხილვა იგეგმება. ბატონ აიუბ ბორჩაშვილის პირადი კომპიუტერის არაერთი მონაცემი გამოვიკვლიეთ, არაერთი ფაილი, ძალიან დიდი მოცულობის CD დისკები. დღემდე დაცვის ხარემ ვერ ვნახეთ ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება. გაზპრომსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კომენტარს აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროს დივერსიფიკაცია. კელი აცხადებს, რომ ვინაიდან საქართველოს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი აქვს, პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი წინ დახედული ნაბიჯია. ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთავრობა შეძლებს დაგვარად გახსნილი იყოს ენერგოპოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ გამოხატეთ შეშფოთება რომ საქართველოს დამოკიდებულია ენერგიის მხოლოდ ერთ წყაროზე. მთავრობა ენერგიის დივერსიფიცირებას ცდილობს. ჩვენ კმაყოფილი ვართ ახსნილი პოზიციით. საქართველოს მოკლევადიან პერიოდში ენერგიის საჭიროება აქვს. ფიქრობ გონივრული ნაბიჯია ენერგიის პოტენციურ მომწოდებლებთან საუბარი. ჩვენ ძალიან მწუხვართ ოკუპაციის საკითხზე რუსეთის მხრიდან. ფიქრობ საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებს ყურადღებით უდგება. საქართველოს განვითარების ფონდი ენერგეტიკის სამინისტროს გაზპრომთან და სოკართან მოლაპარაკებების დეტალების წერილობით წარდგენას თხოვს. ორგანიზაცია უწყებას შესაბამისი მოთხოვნით დღეს მიმართავს. საქართველოს განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ სოკართან დაკავშირებით ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, რის გამოც პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება. ორგანიზაციაში მიიჩნევა, რომ ქვეყანაში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება იზრდება, რის გამოც ენერგეტიკის სამინისტროს აზერბაიჯანულ კომპანიას სოკართან მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა ეწარმოებინა. გაზპრომის წილის ზრდა ქართულ გაზმოხმარებაში აშკარაა და მე მიმაჩნია რომ საქართველოს პოლიტიკური პოზიცია უნდა იყოს რომ გაზპრომის გაზზე დამოკიდებულების შემცირება მოხდეს. რატომ ვერ მოხდა გათვლა იმისა რომ საქართველოს დაჭირდებოდა მეტი გაზი და წინსწრებით რატომ არ მოხდა იმ პრობლემების მოგვარება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელზეც ენერგეტიკის მინისტრი საუბრობს. თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ფრაქციის ხდომაზე მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ელოდებიან. უმცირესობის წარმომადგენლები დედაქალაქში არსებული საცობების პრობლემის გადაჭრის გზებით ინტერესდებიან. შეხვედრაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ხელფასების გაზრდისა და ავტობუსების შეძენის საკითხებსაც დააყენებენ. საცობებთან დაკავშირებით გვაინტერესებს მათი პოზიცია, ის ავტოსადგომები, რომელიც უნდა აშენებული იყო, რატომ არ აშენდა, ან თუ არის რაიმე დაგეგმილი. გვაინტერესებს რა სტადიაზე იმყოფება ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვაპირებდით 100 ახალი ავტობუსის შეძენას. გვაინტერესებს მძღოლების ხელფასების საკითხი, რატომ ვერ მოხერხდა მათი ხელფასების გაზრდა, ან რატომ არის ესეთი პრინციპული წინააღმდეგობა, რომ მათი ხელფასების დაბალანსება მოხდეს. რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქაბულში მდებარე იტალიის საელჩოსთან სარაკეტო იერიში განხორციელდა. იტალიური სააგენტოს ANSA-ს ინფორმაციით თავდასხმის შედეგად ავღანეთის არმიის 2 ჯარისკაცი დაიჭრა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ. ავღანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ იტალიის საელჩოს სიახლოვეს სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობებიც მდებარეობს, რაც შესაძლოა, რომ სხვა ყოფილიყო სამიზნე და არა იტალიის საელჩო. ავღანეთში იტალიის ელჩი ამბობს, რომ აფეთქებით გამოწვეულ დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ისრაელში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე თურქეთის სახელმწიფო დროშა და თურქეთის პირველი პრეზიდენტის სურათი გამოჩნდა. კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა თურქი ჰაკერების ერთ-ერთმა ჯგუფმა აიღო. ვებგვერდმა მოგვიანებით ფუნქციონირება აღადგინა. თურქმა ჰაკერებმა ისრაელის რამდენიმე ათეული ვებგვერდის გატეხვის შესახებაც განაცხადეს. ცოტა ხნით ადრე თურქი ჰაკერების ჯგუფმა რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის ინსტაგრამის გვერდის გატეხვაზეც აიღო პასუხისმგებლობა. მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 24 ნოემბერს თურქეთის ავიაციამ სირიის საზღვრთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ნავთობი გაუფასურებას განაგრძობს. ვაჭრობის დაწყებისთანავე ბრენტის ტიპის შავი ოქროს ფასმა ბარელზე $27.67 შეადგინა. სააგენტო როიტერის ცნობით ნავთობზე მსგავსი ფასი 2003 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება დასავლეთის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნას უკავშირდება. გასული წლის ნოემბერში ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემთხვევაში თეირანს საერთაშორისო ბაზრის უზრუნველყოფა დღეში მილიონი ბარელი ნავთობით შეეძლო. და კვლავ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს დღეიდან ახალი აღმასრულებელი დირექტორი აყოლება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკადრო ცვლილება ორგანიზაციის წესდების მიხედვით ხორციელდება და ნინო ლომჯარიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა 4 წლიანი ვადა ამოეწურა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ნინო ლომჯარია დღეს წარადგენს. უცნობია დარჩება თუ არა თავად ლომჯარია ორგანიზაციაში. ჩვენი ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული ვადა 4 წელი მას ამოეწურა. ჩვენ გამოვაცხადეთ აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსია, მიღებული განცხადებები განიხილა ორგანიზაციის ბორდმა და აირჩია ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნინო ლომჯარია საზოგადოებას გააცნობს 18 იანვარს 12 საათზე მედიისთვის გაკუთვნილ პრესკონფერენციაზე. მომბე 10 საათზე ამით დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისთვის.